მე ვერავისთან ვერ ვამბობდი, რომ ბაჩუკი ჩემზე ძალადობდა, იმიტომ რომ ვიყავი იარაღის მუქარის ქვეშ. ხან პირში მქონდა იარაღი და ხან ჩემ ძმებს უმიზნებდა და ხან რასაკეთებდა, რომ მე ხმა არ მომეღო. 34 წლის შემდეგ პოლიცია დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა. სოფელი ყარსკურიში ბოლო დღეებია საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დაადგინოს, ვინ არიან ის პირები, ვინც წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ 9 წლის გოგონას, რომელმაც უმძიმეს დანაშაულს ფარდა ემიგრაციიდან ახადა. შაბათის ეთერის ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა 30 ადამიანი. გამომძიებლები შევიდნენ იმ სახლებშიც კი, სადაც დანაშაული ხდებოდა. განყოფილებაში დაიბარეს პედოფილიაში მხილებული კაცი. ბაშია ჩუქჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. უბერლების ნათქვამის საფუძველზე შემიძლია დავადასტურო, რომ ბაჩუკი ჩხუმიანი დაკავებულიც ყავდათ 24 საათი, ასე ვიცი, როგორც მითხრეს, ახლა ადამიანმა მითხრა ხაიშიდან, რომ ნახეს. დაკავებული იყო. დაკითხვაზეც არაერთხელ ყოლიათ, იგიც ვიცი. პოლიციამ ჩემს სახლში ექსპერტიზაც მიიყვანა და ყველაფერი ნიმუშები, ყველაფერი გააკეთეს, უთქვია, რომ 5 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ბაშია ჩუქჩხვიმიანი, ახლა 59 წლისაა. თუ მსხვერპლს, ნატა ბიბლიანს დავეყრდნობით დანაშაული ჩხვიმიანმა 25 წლის ასაკში ჩაიდინა. ეს კი პედოფილია და უმძიმესი დანაშაული. დამიკავშირდა მესტის, თავარი გამომძიებელი ბატონი გოგიტა მიქავტაძე. ხო და წარმიდგინა მისი თავი და მითხრა, რომ ჩემი საქმე წაუძღვებოდა თვითონ. ძალიან მოხარული ვიყავი და ვარ კიდეც. წყარო, შაბათის ეთერს უყვება, რომ პედოფილიაში 34 წლის დაგვიანებით მხილებული მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. 9 წლიდან ბაჩუკი ჩხუმიანის სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ბაჩუკი არ იყო უცხო ჩვენი სახლისთვის, არ უჭირდა როცა უნდა მოდიოდა, როცა უნდა მიდიოდა. ბაჩუკის ძმა არის ჩემი ნათლია, ავთო ჩხუმიანი და ესენი ძმები და ჩემი კარის მეზობლები, სახლის კარს რო გააღე, პირველი მაგათ რო დაინახავ ისეთი მეზობლები. პირველი ძალადობა მოხდა ბოსელში, მერე ჩემს სახლში აკეთებდა მაგას. ეს ხდებოდა მინდორში, ეს ხდებოდა თვითონ ბაჩუკის ოჯახში, იმიტომ რომ მაგისი ლოგი ოთახი, სადაც იყო საწოლი ოთახი, პირდაპირ ჩვენ სახლს უყურებდა. სახლის კარებიდან როგორც კი გამოვიდოდი, მყარაულობდა იქიდან თოფს ამიზნებდა ფანჯრიდან, ან ჩემი ძმა იყო ეზოში, ან თიბავდა, ან ბავშვი თამაშობდა და იმებს ბიზნებდა, თუ არ მოხვალოდა. ეჭვსაც ეხლა იქ ქალები ცხოვრობდნენ, მაგალითად ჩემი ნათლიის ცოლი ცხოვრობდა, მალხაზის ცოლი ცხოვრობდა, არამის ცოლი ცხოვრობდა. ნიუჟელი ეხლა ქალებმა, მე ეხლა მივხვდები უკვე იმ ასაკში ვარ და გათხოვილი ქალი როგორ ვერ უნდა მიხვდეს. რა უნდა ამ პატარა გოგოს მაგის ოთახში რატო დაიარება? ემიგრანტი ქალი გვიყვება, რომ მინიმუმ 6 წელი ცხოვრობდა სექსუალური ძალადობის და მუქარის ქვეშ. აუპატიურებდნენ მაშინაც კი, როცა წისქვილში უშვებდა დედა. თუ სადმე წამკრავდა თვალს, რომ მივდიოდი, ან წისქვილში მივდიოდი, ან მინდორში მივდიოდი, ავცილებლად, როგორ იყო მაგის თვალს რომ ვერაცდებოდი, არ არსებული იყო. მაგას ეშინოდა ჩემი ალაპარაკების, ამიტომ ცდილობდა, რომ სულ ან თვითონ სადაც იყო იქ მეტრიალა, ან მთაში უყოფილიყავი. მაშინ იყო მშვიდად მარტო და მაგისთვის ყველაფერს აკეთებდა. მთაში რო უყოფილიყავი სულ. რამდენჯერ იარაღი ჩაუდვია პირში. არის ხიდე ტიტას ხიდას უძახიან, ეხლა ასე ვერ აგიხსნით როგორ არის ხიდე. ტიტეს ხიდესთან რომ მიმაბაცხენზე თუ ვიტყოდი ვინმესთან რომ ჩემთან რომ დადიოდა. საერთოდ მუხლებზე და მკლავებზე საერთოდ კანი არ მქონდა შერჩენილი. თელი ერთი კვირა ჯერ ხომ მთაში ვიყავი და ერთი თვის მერეც რო ჩამოვედი, საზიძღრად მქონდა მკლავები და იქ უთქვია, რომ ცხენმა გადმოაგდო სოფელში.
მასთან ერთად რა გვინდოდა თაში და ზუსტად ეგ არის ახლა ნახე ჩვენი ოჯახში იყო მისაღების სტუმარი მთაში ახლა თელი ტუბერი დადის იმ მთაში და გადაყავს ყველას ძროხები მთაში საბალახოდ მეც მათ შორის ვიყავი ჩვენი ოჯახის ძროხა არ წავალს ვინ მოგისმენდა მე ვიყავი უფროსი მიწევდა მთაშიც მუშაობა მიწევდა დედაზე დახმარება მიწევდა ყველაფრის კეთება მიწევდა მე 7 წლის და 8 წლის უკვე ქალი ვიყავი მე ოჯახის საქმეები რაც არის სახში ჩემი დის გაზრდიდან დაწყებული ოჯახის საქმეებს მე ვაკეთებდი 8 წლის ნატა ვიბლიანი ამ შემზარავ ინტერვიუს ემიგრაციიდან გვაძლევს. ის ახლა პოლონეთში ერთ-ერთ ოჯახში ზარეულად მუშაობს. არალეგალი საქართველოს მოქალაქის პასპორტს და დიდი ხნის წინ გაუვიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქალი ოფიციალურ ჩვენებას საელჩოდან პოლიციას ვერ მისცემს. ასეთ შემთხვევაში ავტომატურად მისი დეპორტაცია მოხდება. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაწყვიტეს, რომ ვიბლიანი მაინც გამოკითხვა. დაკითხვა სოციალური ქსელის გამოყენებით მოხდება. ამბავს ამძიმებს ისიც, რომ მსხვერპლზე მხოლოდ ერთი სრულწლოვანი კაცი არ ძალადობდა. 93-ში დაიწყო ჩემზე ძალადობა და საწყა 2000 წლამდე სისტემატიური სახე ქონდა მაგას. ეს არის ბაჩუკი ჩხვიმიანი, მალხაზი ჩხვიმიანი, როდერი ჩხვიმიანი და ჯიმშერი ვიბლიანი. 4 კაცი ძალადობდა, მაგრამ 4 კაცი ძალადობდა ბავშვი რომ მომიკლა ბაჩუკი ჩხვიმიანმა იმის მერე დაიწყეს თუ არა მანამდე არა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებულ ყველა პირთან შაბათის ეთერი დაკავშირებას შეეცადა. არც ერთი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ერთადერთი, ვინც კითხვებს უპასუხა ჯიმშერ ვიბლიანის შვილია. ის ადასტურებს, რომ მისი ოჯახის წევრი პოლიციამ უკვე დაკითხა, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს მამის კავშირს სექსუალურ ძალადობასთან. მამა თქვენი იყო დაკითხვაზე მისული? კი, რა თქმა უნდა. და ხომ არ იცით მისი პოზიცია აღიარებს ის ბრალს ნატა ვიბლიანმა თქვენ ნახავდით ალბათ მის ინტერვიუს ეგ სისულელეს ანუ როგორ ვეკითხებით აი ვერ ხვდები უბრალოდ ჩვენ ანუ ყველაფერი ანუ სარჩები შეტანილი არის ჩვენი ოჯახის მხრიდან გამოძიება გადაწყებული არის ერთი თვე არის უკვე სარჩები შეტანილი არის ანუ თქვენ ცილის წამებისთვის უჩივით ბატონო ცილის წამებისთვის და კიდევ გამოჩნდება ცილის წამება იმ დანაშაულთან არაფერი არ არის რომელსაც ჩვენ მაგას ჩვენთან მიმართებაში მაგას დავუმტკიცებთ შანტაჟი, ცილის წამება და კიდევ ერთ-ერთი ძალიან დიდი დანაშაული და ყველაფერი დაძრულია. უბრალოდ დაჟე გამოძიება გვეუბნება იმ ყველაფერს იმ რაც გვაქვს ჩვენ რა მტკიცებულება რომელიც ძავი ყველაფერს ეგრევე ფარდას ახდის. რა მტკიცებულებაზე საუბრობთ? არის ვოისი არის ალბათ ნატასგან. მიწებზეა საუბარი? ჩვენთან არც მიწა ან ვაფშე ყვითა არ აქვს ჩვენთან ჩვენ აბა რას გედავებათ თქვენ ჯიმშერი ქვია მამა ჩემს ჯეირანი ქვია ბიძა ჩემს ხო მან ესე და ესე თქვა რომ ჯიმშერიო და ჯეირანი რო დაიწყო ეს ვიდეო ჩაწერები ადექითო და ბაჩუკის ოჯახთან იმისათ ასახელებს რა თქმა უნდა რაც გარკვეული ჯერ არ არის და კაცის ფილმ არაფერი არ იცის მივადექითო და გაკარეთო ისინი სოფლიდანო სახლები დატოვონო და დამებრუნო რომ ვიცაო და როდესაც ამ ყველაფერზე ჩვენგან უარი მიიღო და როგორი უარი მიიღო იცი პასუხით კი არ გავიქცია მაგაზე რომ ჩვენ რეაგიროთ დავტოვეთ ადგილობრივების მტკიცებით ემიგრაციაში მყოფი ქალი წარსულს აყალბებს და საზარელი დანაშაულის დაბრალების რეალური მოტივი მატერიალური ინტერესია ამ ვერსიით ნატა ვიბლიანს მამა პაპისეული მიწების დაბრუნება სურს და მძიმე ბრალდებებს ქონებრივ დავაში ბერკეტად იყენებს ყველაფერი მოხდა შურისძიება მიწების გამო. მიწების გამო ამოღჟღლიტეს ასტემირის ვიბლიანის ოჯახი მიწების გამო ამოჟღლიტეს გვარებმა, ვიბლიანებმა, ჩხვიმიანებმა და თოფლიანებმა. კარგი. ნატა იყო, ცუდი გოგო, ბოზი იყო, ესე იყო. კაი, ნატა გამოაგდეს. რატომ მისცეს ასტემირის მიწა წყალზე ბაჩუკი პედოფილს უფლება რომ სახლი აეშენებია ბაბუას სასაფლაოების წინ. რატომ მისცეს? რა დევს საქმის მასალებში? ამ კითხვაზე პასუხისგაცემა ჯერ ნატა ვიბლიანის ინტერესების დამცველს არ შეუძლია, რადგან მსხვერპლი ქალი დაკითხული არ არის და შესაბამისად მას ამ ეტაპზე არც დაზერალებული სტატუსი აქვს.
უკვე მოვითხოვეთ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ქალბატონი ნატა ვიბლიანის გამოკითხვა, იმიტომ რომ ის გამოძიება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ეტყვის, რაც სამომავლო გამოძიების ეტაპებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი და ბუნებრივია ჩვენი ჩართვის მოტივიც, მიზანიც, სურვილიც არის ის, რომ აუცილებლად შედეგამდე უნდა გავიდეთ. დაზარალებული ქალის ინტერესებს მარიამ ბარსონიძე იცავს. ადვოკატის განმარტებით, თუ ბიუროკრატიული ბარიერი გადაილახება, საქმეს პერსპექტივა აქვს იმის მიუხედავად, რომ დანაშაული 34 წლის წინ მოხდა. რადგან ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. პედოფილი აუცილებლად ფიგურირებს საქმეში, სხვანაირად ვერანაირ განმარტებას ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ რეალურად 9 წლის ბავშვზე მაქვს საუბარი და მის ინტერესებზე და ასევე სექსუალურ ინტერესებზე, რომელიც 9 წლის ბავშვს რეალურად არ გააჩნია. სვანეთში 90-იან წლებში მომხდარი დანაშაულის ამბავი ნატა ვიბლიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო მიმართვებით გაასაჯაროვა. პოლონეთში მყოფი ქალი ყვებოდა, რომ სოფელში, სადაც ის 3 დედმამიშვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, სისტემატური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მას არა მხოლოდ ნათლიის ძმა უპატიურებდა, არამედ თანასოფლელებიც. ნატას დედა სად იყო ამ დროს? ნატას დედაც იგივე ძალადობის მსხვერპლი არის, უბრალოდ მაგის ხმამაღლა ლაპარაკი აღარ მინდა, მაგრამ სასამართლოში, პოლიციაში ყველგან აუცილებლად გავაჟღერებ. ნატა ვიბლიანი ემიგრაციაში 20 წლის შვილის გამოწავიდა. უნდა თანხაში აგროვოს და შვილს დაეხმაროს. მაგრამ 34 წლის განმავლობაში არ გასულა დღე, როცა არ ეფიქრა იმ ბავშვზე, რომელიც როგორც თავად ამბობს, 14 წლის ასაკში ზუგდიდის საავადმყოფოში გააჩინა. იმ ბავშვის ბედზეც კიდე ბაჩუკი მიიზრუნა აბორტის გაკეთება. აბორტი არ ყოფილა, ეს იყო მშობიარობა ჩვეულებრივი. როცა ჯერ რო წავედით საავადმყოფოში, ხო საერთოდ რა ხდებოდა, ის არ ვიცოდი. მერე გამიკეთეს, ხო წამალი გამიკეთეს და ამივარდა საცხა 9 საათში საზიზღარი ტკივილები და როგორც იქნა მოვიდა ეს მშობიარობის პერიოდი და ვიმშობიარე და ამოვისუნთქე მარტო ბავშვის ხმა და თმა დავინახე, სად გააქრეს ბავშვი. ექიმი ეკითხებოდა კარებში რო გადიოდა, ექიმი არ იყო, მაგი იყო ექთანი გოგო, სუსტი მახსოვს, სუსტი გოგო იყო, კაიტანი ქონდა და შეფუთნული იყო და ბავშვი ასე ფეხებში ეჭირა, ფეხებით ეჭირა ბავშვი და ეკითხებოდა, რომ ბავშვს რა უყოთო. და პასუხი იყო, რომ მოკალითო. მე იმის მერე არაფერი არ ვიცი. საავადმყოფო, სადაც 14 წლის ბავშვმა იმშობიარა ზუგდიდში აღარ არსებობს. ამიტომ ახლა შეუძლებელია არქივებში იმის დადგენა, რა ბედი ეწია ჩვილს, გააშვილეს თუ დაიღუპა. ბაჩუკიმ დაიწყო იმაზე ზრუნვა, რომ ერთი საწყალი ბავშვი გამოიჭირეს ბიჭი, მაგათი ნათესავი და იმ ბავშვს ათქმევინეს მის თავზე, რომ ეს ბავშვი არის შენი. მე იარაღის მუქარით, ბაჩუკი იარაღის მუქარით თუ არ ვიტყოდი, მე სადმე ამ ბავშვიანად და ყველას ამომიჟღლიტავდა, თუ ვინმე მყავდა სახში იმების მუქარით, მეც ხო ჩემგან თანხმობა მიიღო. იმ ბიჭს არ ვიცი რა გზებით რა აიძულეს, იმას მე ვერ ვიტყვი. იქ ვინც იყო მოწმე, იყო გია ვიბლიანი დუდელანების, მარადი ცინდელიანი და კიდე იყო ერთი ადამიანი, ქალი მოწმე და ბაჩუკი. იმების თვალწინ ათქმევინეს ამ ბავშვს, რომ ეს ბავშვი ვითომ იმისი იყო, ეს სცენა დადგა ბაჩუკიმ. მშობიარობის შემდეგ ვიბლიანების ოჯახი როგორც ნატაყვება სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. მათთან კონტაქტს ყველა ერიდებოდა. 2002 წელს ისინი სამუდამოდ გადასახლდნენ სვანეთიდან ზუგდიდში. თუმცა, როგორც ნატა ამბობს, მოძალადისთვის გეოგრაფიული მანძილი დაბრკოლება არ ყოფილა. მან ქალის დევნა და მას ფსიქოლოგიური ზეწოლა ზუგდიდში გადასვლის შემდეგაც გააგრძელა. ბაჩუკი მოკითხავდა ზუგდიდში მოაგნო ჩვენ სახლს და იქაც ეშინოდა, რომ ვიტყოდი რამე. იქ შესაშინებლად შორიდან იარაღს მიშერდა. იქ სამეგრელოში ყავდა ის საცოლე, იმას რო ჩამოაკითხავდა, საცოლეს რო ნახავდნენ, მეც ვნახავდა თან შორიდან.
იქ უკვე მიხვდა, რომ მე არ შეიძლებოდა ჩემი ის, რა ქვია, დამორჩილება უკვე იქ შეეშინდა ბაჩუკის და მე როცა გავიქეცი სახლიდან, როგორც ოჯახის წევრები, ისე მეძებდნენ ჩხვიმიანებით მოსაკლავად. 4 ჯერ გადაურჩი სიკვდილს მე ქუთაისში, ავტობუსში, როცა დანის ის უნდოდათ, რა ქვია, დარტყმა. ჩემები არა, ჩხვიმიანები. ეს საქმე დიდი ხანია გასცდა ერთი სოფლის ისტორიას და გვარებს შორის დაპირისპირებას. მიწების გარშემო დაწყებული შუღლი ამ ამბის მხოლოდ ფასადია, რადგან საქმე ეხება 9 წლის გოგონას გაუპატიურებას და შემდეგ მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას. ყველაზე მეტად იცი რატომ მინდა ეს სამართალი აღდგეს, განა იმიტომ ჩემი სახელისთვის აღარ მინდა მე მაშინ მომკლეს ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს. მე იმაზე ვარ ყველაზე მეტად გაბრაზებული, რომ ამას აკეთებდნენ ბაბუა ჩემის სახლში და ამას აკეთებდნენ მამა ჩემის მკვდარ ბაბუას და მამის სახლში აკეთებდნენ ამ სიბინძურეებს. აი მე ეს მინდა რომ აღდგეს მამა ჩემის სახელი და ბაბუას სახელი.